აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების 7 ობიექტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში თბილისში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, ნაძალადევში, გლდანში, დიდიღომსა და სამგორში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელდა სხვადასხვა სარემონტო აღდგენითი სამუშაოები, მათ შორის სახურავისა და სადარბაზო სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობის ფასადის, სახურავების, წყალშემკრების სისტემის აღდგენა, რეაბილიტაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო დევნილთა განსახლების ობიექტებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს შემოსული განცხადებების, ასევე დევნილებთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების საფუძველზე და მათი საჭიროებების გათვალისწინებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა დევნილთა ჩასახლებებში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მუშაობას. მეორე მხრივ მონიტორინგს ვაწარმოებთ, ამდენად ხარისხიან შემუშავდა და განხორციელდა პროექტები. ჩვენი სამინისტროს ერთობლივი მუშაობით ძალიან ბევრ ობიექტზე სახურავის, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემები, კეთილმოეწყო, გალამაზდა შენობები. ჩვენი მიზანია ამოცანა, რომ დევნილთა პირობები, საცხოვრებელი პირობები ადამიანურ ღირსეულ პირობებში შეესაბამებოდეს. დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების კეთილმოწყობა უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა. ამ საქმეში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს დევნილთა სამინისტროსთან. აქ მოხდა გადახურვა აი ამ კორპუსის. დიდი ხნის პრობლემა იყო, რომელიც აქ ცხოვრებ მოსახლეობას აწუხებდა. პრობლემები ამ ეზოში ძალიან ბევრი ჰქონდა. დევნილთა სამინისტრო დაგვეხმარა ამ პრობლემების მოგვარებაში, კერძოდ სადარბაზოს კეთილმოწყობაში იყო გაპარტახებული, ჩამოგრეული კედლები, ჭერი, იატაკი, თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ ჩუღურეთის გამგეობასთან ერთად თანადაფინანსებით.